აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბათუმის სამედიცინო ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მერაბ მარაქველიძემ, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ხათუნა ვარშანიძემ და სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მედია ქაჯაიამ მოაწერეს. მემორანდუმის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის გადამზადებას, დროებით დევნილი მოსახლეობის ფასდაკლებით მომსახურებას და სამედიცინო ცენტრ დიომედის ზუგდიდის ფილიალის გინეკოლოგიური კაბინეტის სრულ აღჭურვას ითვალისწინებს. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს დროებით დევნილობაში ყოფილი საზოგადოების ჯანმრთელობის და სოციალური პირობების გაუმჯობესება. ამიტომაც მის დაქვემდებარებაში არსებულ კოლექტივებში ინერგება რიგი ახალი პროექტები და პროგრამები. დღეს გაფორმებული მემორანდუმით ზუსტად ამ მიზნებს ემსახურება. ჩვენი მხრიდან ვაცხადებთ მზაობას გვერდში დაუდგეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებას და პროფესიულ განვითარებას.